მთელი ღამის განმავლობაში წალენჯიხაში სტიქი ამძვინვარებდა, ყისიერად შეიქმნა შტაბი, რომელშიც გაწევრიანებულები იყვნენ მერის წარმომადგენლები 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში და ყისიერად იქნა ვითარების ხელში აყვანა. მთელი ღამე მუშაობდნენ ისინი და უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ურთულესი მდგომარეობა იყო წალენჯიხაში, თვითონ წალენჯიხაში, მიქავაში, მაზანდარაში, ფახულანში და ჭველეში. აი ხა ჩვენ ვიმყოფებით ჭველეს უბანში, სადაც ხედავთ როგორ არის ჩამოშლილი ქვები და პრაქტიკულად რამდენიმე მეტრშია მოსახლეობა. ეს არის თავის დროზე არასწორად დაგეგმარებული ცენტრალური გზა, რომლიდანაც მთლიანად წამოიღო და ჩამოშალა მთელი მთა. უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდია ზარალი, პრაქტიკულად ეხლა მიმდინარეობს შესწავლა სად რა ვითარებაა დილიდან, რომ დავაჯამოთ რა არის მთლიანობაში ზარალი, თუმცა გეტყვით, რომ თვითონ მოსახლეობა ძალიან სერიოზული ზარალი განიცადა. რამდენიმე ოჯახში, აი ამ ოჯახიდან შუაღამე იქნა გამოყვანილი ბავშვები, აი ეს სტრესი და ამას გარდა ის მატერიალური ზარალი, რომელიც მათ განიცადეს და მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, ფახულანი და მთლიანად წალენჯიხა, ეს არის საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღირებულება აქვს აქ ხელისუფლების გვერდში დგომას, ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია აი ამ ხალხის გვერდით დადგეს. დანარჩენი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, აი ამ ზარალის აღწერა დღის განმავლობაში ვფიქრობ, რომ დასრულდება.